გამარჯობა მეგობრებო. ჩემთვის სანაკრებო ფანჯარა არის ხოლმე დაახლოებით სანადირო სეზონივით. იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ფრანგები, ქართველი ფრანგები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, ჩამოდიან და მე ვიწყებ ხოლმე ჩემს სტუმრებზე ნადირობას. ხან ტელეფონით, ხან პირადი მისვლით და საუბრით დაპატიჟებით და აი ამჯერადაც ესეთი ერთ-ერთი მინდოდა მეთქვა რომ მოვინადირეთ თქო, მაგრამ ზომაწონას რო უყურებ ჩემი სტუმრის, ხო? ვინ ნანადირებია და ვინ მონადირე კიდე გასარკვევია. წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების მეორე ხაზელს, გიორგი და გრენობლის ასევე, გიორგი ჯავახიას. გამარჯობა გიორგი, უნდა ვაღიარო რომ მე გიორგის არ ვიცნობ. ჩვენი საუბარი პირველად შედგება საერთოდ, არა თუ კამერის წინ არის, თუმცა საერთოდ. და ისიც მინდა ვთქვა რომ საერთოდ თქვენც არ იცნობთ. და იმიტომ არ იცნობთ რომ გიორგის როგორც ვიცი აქ ტელევიზიასთან გადაკვეთა არ ქონია, ხო ეგრეა? არა, მადლობა მოწვევისთვის. კი, პირველად ვარ ტელევიზიაში და ასე. ტელევიზია არ არის, მაგრამ ცოტა უკრია რა. და ძალიან სასიამოვნოა და მიხარია თქვენთან საუბარი და მეც მიხარია და მაგის იმედი მაქვს, იმიტომ რომ აქ დასამალიაც არაფერი არ აქვს, შინაურები ვართ ყველანი. ხო, გიორგი წლებია უკვე საფრანგეთში თამაშობს და ეგაა საინტერესო, იმიტომ რომ მისი გამოცდილება კიდე რაღაცა სხვა შრეებს მოიცავს, ის უკვე ფაქტიურად იქ ინტეგრირებული. შემიძლია ხო თქო რომ ხარ უკვე იქ ინტეგრირებული ასე თუ ისე. კი, მე 10 წელი. აბა 10 წელი რო იცხოვრებ. ეხლა ხარ 28 წლის, ხო? ესე იგი 18 წლის წახვედი. კი, 18 წლის გავხდი. 18 წლის რო იქ გახდე, 18 წლიდან იქ რო ხარ თელი დასრული ასე თქვა შეგნებული ასაკი უკვე იცი რაც არის ის ქვეყანა და მაგაზე ნელ-ნელა ცოტაც მოგიყვება. კი ბატონო. მაგრამ დავიწყოთ იქიდან რომ შენ ხარ ლელოების გამტანი მეორე ხაზელი, ასე დაგარქმევდი, იმიტომ რომ წელს მეორე ხაზელის პირობაზე 5 ლელო გაქვს უკვე იმაში, გრენობლში, ამ მომენტისთვის, თუმცა ეს რო გავა კიდე შეიძლება დაამატო, არ ვიცი. ხო და მაინტერესებს ეს რაღაცა ახალი ეს არის, ხო, მე მგონი, რა ქვია, ეხლა დაიწყე უფრო ეს ლელოების აქტიურად გატანა. წინა წელსაც კარგი სეზონი იყო, წინა წელსაც 9 ლელო მქონდა გატანილი. და წელსაც 3 თამაში მქონდა 5 ლელო. ხო, აი მაგას ვამბობ, ხო, მე ხო, ვალანსთან 2, მონტოვანთან 2 და 1 ბრივთან. სასიამოვნო ლელოების გატანა და ისეთი სიტუაცია არის, რომ გრენობლში ერთ-ერთი ბურთის წამყვება თვითვლები და როცა შევდივართ 5 მეტრიანში, თუ ხაზიარდებს, მაშინ უფრო მეტად ჩემი გუნდელებიც, უფრო მეტად მე მithმობენ ადგილს და მე ვცდილობ რომ გავიტანო. ხო, მან ესე იგი საქმეზე რო გადავიდეთ პირდაპირ რა. ესე იგი ბურთის წამღებს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, დანიშნული ბურთის წამღებები არიან, ხო, წინასწარ რომ ესე ვინც მოხვდა და რა თქმა უნდა ყველას რაღაც მომენტში უწევს, მაგრამ როდესაც საქმე დალაგებულია, როდესაც ბურთი გამოვიდეს, არის პრიორიტეტული მიმღები ბურთის, ვინც წაიღებს, ხო? კი. აი, ჩემ გუნდში ვართ მე და 1 ნომერი არის კიდე. რა თქმა უნდა, ყველას უნდა ბურთის აღება, ყველა იღებს ბურთს. და რა თქმა უნდა, ჩვენც ახლა ფიზიკურად 80 წუთი იქნება 60 თუ 50 რთულია მთელი თამაშის განმავლობაში მარტო შენ აიღო ბურთი. მაგრამ ესე ჩვენ გუნდში ეგრე არის გენოფში, რომ უფრო მეტად თუ მე ვთამაშობ და ის თამაშობს ორივე ვინაწილებთ, თუ არა და უფრო უმეტესად მე. და როცა 5 მეტრიანში შევდივართ, რა თქმა უნდა, ყველას მეაქვს ბურთი, მაგრამ მომენტუმისგან გამომდინარე არის უწევს ისე, რომ ველოდები ჩემ მომენტსაც და კარგ მომენტში ვცდილობ, რომ სწრაფად მოვიპარო და სწრაფად წავიღო. ხო, თან მასა გაქვს და ეგ უნდა გამოიყენო ეხლა. გვაქვს კიდე კომბინაციები, თუ შევდივართ 5 მეტრიანში, ძალიან კარგი გუნდი ვართ დალაგებული და ვათამაშებთ ხოლმე რა, როცა არ გვინა აუჩი გადასვლა, როცა 5 მეტრიანში ვართ, გვაქვს 3-4 კომბინაცია, საიდანაც მე მიწევს ბურთის აღება და მე მიწევს ძირითადად შეტევა რა. არის პატარა დაჯახებები, მაგრამ შემდეგ რითიც გრძელდება, ჩემი სრულდება ეგრე გამოდის რა. მოიცა მე ეგ კარგად გავიაროთ, ესე იგი ანუ ერთ-ერთი კომბინაცია არის, საიდანაც 5 მეტრიანში დგას პირველი 3 კაცი. ეს არის გათამაშების, ჯარების გათამაშების. ანუ არ გადავდივართ აუჩი და პირდაპირ ვათამაშებთ და ათამაშებს 3 კაცი, უკან დგას 2, მე აქეთ გავარ და კიდე ერთი ნებისმიერი მესამე ან მეორე ხაზელი.
ეს სამი კაცი დაარტყამს და თითქოს ეს ორი კაცი გადმოდის აქეთ და სათქმელად, მაგრამ მე და ერთი კაცი მოვბივართ აქედან, რომ შიგნით შემოვუწყდეთ იმას 9 ნომერს შიდა მხარზე. აღონ მომენტუმი რა. ხო, არის იგივე სიტუაცია, აღონ დაარტყამენ და მე აქეთ მე მეოთხე კაცად დავარტყამ და არის რა გუნდში ეგრე ვარიაციებია, გასაგებია. კიდე ის არის რომ იქ მე ხტომელი მეორე ხაზერად არ ვითვლები და ყველა აუტშიც 5-იანში 6-იანში გავარ ხოლმე გააჩნია როგორი ხტომელები ყავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეტევაში ვარ და ვარ გარეთ 10 ნომერთან და ცენტრებთან და უფრო შეტევას ვთამაშობ გრენობაში. ხო, ახტომაზე და აწევაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მაგრამ რანაირი მანერებია თქვი კაცი არ ვიცნობ მეთქი და ეგრევე გადავედით იმებზე კომბინაციებზე და რაღაცებზე. ცოტა შენზე გვითხარი, იმიტომ რომ ჩვენ მართლა არ ვიცით შენ თბილისური გუნდის აღზრდილი არა ხარ. საიდან მოდიხარ მაშინ ეგ ვითხარ. მე დავიწყე 8-9 წელს ასაკში რაგბი და სენაკიდან ვარ, ნოქალაქევიდან კერძოდ. ესე იგი ლადოს კი, ლადო კილასონიას მამა დათო კილასონია, მალხას კილასონია ჩემი პირველი მწვრთნელი იყო და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მე ცოტა ხანი ფოჩში ვთამაშობდი კოლხრაინდებში, დავდიოდი ასე იქეთ-აქეთ მარშრუტკით. რადგან ძალიან მიყვარდა ეს სპორტი და ოჯახიც ხელს მიწყობდა ყველაფერში. მე გამოჩნდა ქუთაისმა წამიყვანა 15 წელს ვიყავი და 17 წლამდე 2 წელი იქ ვითამაშე და პროფესიონალადაც 4 თამაში მოვასწარი ქუთაისში. პირველი თამაში ბათუმთან, დებიუტი და ლელოს გავიტანე, სასიამოვნო იყო და ესე 20 წლამდე მერე გამოჩნდა ლიონი და წავედი მე ლიონში 3 ესპუარებში. ესპუარებში, კი. დიდ გუნდში არ მოგიწია. მომიწია. სანამ 2015-ში რო ავიდნენ ტოპ 14-ში, მაშინ მომიწია 4 თამაში და პროდეურის ჩემპიონი ერთხელ ვარ და იმედია მეორედაც ვიზეიმებ წელს, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ. წარმატებას გისურვებ. ეხლა მე ჩემ ტკივილს გაგიზიარებ ნოქალაქევთან დაკავშირებით. მანდრო ხიდია. კი. ტეხურში რო ხტებიან. კი. დღემდე ჩარჩენილი მაქვს რომ მე მაქედან გადახტომა ვერ მოვასწარი. ვერ მოვახერხე რაღაცნაირად რა. და ვიცი რომ შენ მაგრახტები მაგხიდიდან. დადის შენზე ხმები. მაგხიდიდან და მაგხიდის ზევით არის კიდე გზა. უფრო მაგაზე მაღალი. ანუ ეს არის 13 მეტრა. ზევიდან არის სადღაც 20 მეტრამდე და იქიდან მხტები მდინარე არ ჩანს. მარტო ნაპირი ჩანს. იქიდანაც ვარ გამონახტო, მაგრამ ეხა არა, მოდი 13-დან დავიწყოთ. 13-დან დავიწყოთ, მაშინ დამზაფხული ჩამოდით და მოგეხმარებ. ეხა მაგარ ამბავს გეტყვი. ამზაფხულს ვარ ეხა, რა ქვია, ოქალაქევში. რაღაცა მოხდა, ისე აღმოჩნდა თვითონ აი ისტორიულ ნაწილში ვარ, გავარ ნაპირზე. ვიყურებ, ნუ ათვალიერებ და ქვემოთ ნაპირზე რო ჩადიხარ გვირაბით. კი. იქიდან მხრიდან. ვიყურებინე ნავი მოდის. მოწურავს ნავი. არ ვიცი რატო. ეხლა ვიცი რომ ზაფხულია და ლადოს სოფელია ვიცი და აღარ დაურეკე მაინც, რა ვიცი. რატომღაც მგონია რომ მაინც უნდა შევხვდე ლადოს და გავიხედე და მოწურავს ნავი და ლადოს ის მართლა ლადო იყო. გადმოეშვა იქ მეგას გადავეშვი აქედან შევხვდი ჩვენს ჩამოვარდით ხელი გადავეხვიეთ. დავიშალეთ. ეგ იყო ჩვენი შეხვედრა. ხო და მოკლედ ეგ ხიდი ჩემთვის ძალიან ისა. სანამ მაგ ხიდიდან არ გადმოხტები მე ვერ მოვისვენ. ეხლა არა ვარ მაგარი მხტომელი და რაღაც, მაგრამ ჩამრჩა იმაში რომ ვერ მოახერხე რა. იქ ხიდის ქოვითაც შეგიძლია იქიდან დაიწყო და მე ნენელა ახვიდი. ჩვენ ესე ვიწყდით. ხო, ხიდის ქოვიდან არის 10 მეტრა, 9 მეტრა და მე ნენელა. აი ბატონო. დაგეხმარებით რა. დავეხმარეთ, ხო, ცოტა ის არის რა ქვია. სასიამოვნო იქ. კი. კარგი. გადავიდეთ ისევ გრენობს დაუბრუნდეთ ნოქალაქევიდან. ქართველებმა მოიყარეთ თავი, ხო? როგორც ვატყობ. ესე იგი შენ ხარ კვესო? კი, მამაიაშვილი, გიორგი პერტაია. ლაგვილავა, ეხა ნაკრებში გამოიძახეს მეორე ხაზზე. და კიდე არის დათო ჭედლიძე არის 3 ნომერი ესპუარებში. ეს უპირველე ხაზელები და მეორე ხაზი და კვესო. ერთი კვესო. ხო, როგორ გძნობ თავს გრენობლში? მე მაგ გრენობლში დაახლოებით 3-4 საათი გატარებული სულ ვიბოდიალე, რომ მქონდა მე ვიქით მიდიოდი ზემოთ სოფელში მეგობართან. და საინტერესო ქალაქია და აი როგორია იმისთვის რომ მიცხოვრო იქ და თქვენ როგორ გძნობ თავს იქ? მე გრენობლში მეორე წელია. ხო, ცხოვრობ. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. ქალაქი ძალიან ლამაზია. 160,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ძალიან კარგ ადგილას არის, შვეიცარია, აქეთ მთებში, იტალია და ძალიან კარგ ადგილას არის რა. ქალაქიც პატარაა, შედარებით ქალაქი თვითონ ცენტრი ლამაზია და მთებში და
ძალიან კარგი ქალაქია რა. არის ახლა ისეთი უბნები ცოტა გენომზე ხმები დადის რო კრიმინალური, მაგრამ ჩვენ მეორე წელია მშვიდად კარგად და ბედნიერად ცხოვრობთ და ძალიან მომწონს გენომში ცხოვრება და ალბათ მაგას შემდეგ კითხვებში ვიტყვი. ხო, ის არის. ესე იგი და აი დაუშვათ რაღაცა რო გინდა. ეხლა შენ ოჯახი ახსენე ვინდა ვინახართ? მეუღლე და 5 წლის ბიჭი, შვილი. აი 5 წლის ბიჭი მაგალითად იქ ან მეუღლისთვის არის რამე რაც შეიძლება. მაგალითად იქ ბიჭები ყოფილან პატარა ქალაქები, მეორე არაფერია გასაკეთებელი, თუ რამე გინდა დიდ ქალაქში უნდა წახვიდე გრენობლში როგორ არის? გრენობლშიც არის, ყველაფერი არის. კი, გინდაც სავაჭრო ცენტრები, გინდაც მაღაზიები, ბავშვისთვისაც გასართობი ადგილებიც არის, ცენტრები 1, 3, 4, მე როგორც ვიცი, შეიძლება მეტიც იყოს. ძალიან დიდი, აი როგორც იტყვიან მოვლები და სავაჭრო ცენტრები არ არის, მაგრამ არის ყველაფერი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შენაც გჭირდება და ოჯახსაც უნდა ყველაფერი იყიდო და ყველგან მიხვიდო. არიან ქალაქები, სადაც ორიაკში ვცხოვრობდი, არაფერი არ იყო საერთოდ. აი ორიაკი და მოვდივარ და მაგიტომ არაფერი არ იყო საერთოდ და აი ან ლიონში უნდა წასულიყავი, ან კლერმონში უნდა წასულიყავი, ან ტულუზაში 2-3 საათზე რომ რამე გეყიდა, ან რამე გაკეთებინა რა. 5 წელი გავატარე იქ. მაგრამ ცოტა ცივია გრენობლი, ხო? ცივი არის კი. ვიტყოდი რომ ორიაკზე ცივიც არის რა მომენტებში. კი და ახლა მე სრიალი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი მთებია. ამ წამოსვლამდე ნაკრებში წამოსვლამდე ვიყავით ასული და ძალიან ლამაზი და ძალიან მაგარი მთები აქვს რა, ალპები, რა ვიცი, ძალიან ლამაზი ადგილი. ხო, ჩემ მეგობარი ლუკა ასათიანი, რომელიც ამავე დროს ჩემი კონკურენტიცაა, იმიტომ რომ სხვა პოდკასტის წარმომადგენელია. შენ ზიაბობს ხოლმე, აუ რა მაგრად ცეკვავსო. სად ნახა შენ ცეკვა არ ვიცი. ალბათ პორტუგალიის მერე ფინალი რო იყო, ვიყავით იმაში. თვითონ მოცეკვავე იყო რამდენადაც ვიცი და შენ ცეკვას რახან ესე აღნიშნავს ესე იგი რაღაცა. და მანდაც რამე გამოცდილება გაქვს? გამოცდილება თან სასიხავლო თან გულდასაწყვეტ. რატო? რო ჩავედი საფრანგეთში, ლიონში ვიყავი 3 წელი და იქ თან ვარჯიშობდი, თან თამაშობდი და თან ბევრი კლუბური ცხოვრება, ცეკვები, ესენი. იქიდან მომყვება და მე მაგის გამო გრენობლში, ლიონშიც ამ მქონდა კარგი სიტუაცია. მე ბოლო წელი გამოვასწორე თითქოს ყველაფერი დაალაგდა, მაგრამ რომ მიტყვიან რომ ერთხელ რაღაცას გააბიჭებ, მე იქ რთულია, გაგრძელება და ამიტომ გადავედი ორიაკში. ცეკვასაც შეეხება იქ. ვაი საკაცო ცეკვის გამო მოგიწევი. ანუ მაგას ვიძახი რომ კლუბი და გარეთ გართობა და რაღაცეების გამო სპორტმა ცოტა ჩაიწია და შეცდომები იყო რა. ცეკვავდი, კარგად ცეკვავდი. მალე მიხვდი მაგას. კი, ეხა ყველაფერი კარგად არის დალაგებული და შეცდომა. შენ ცეკვავდი თუ რამე მანამდე საქართველოში? არა, მე საქართველოში არავის არ მიცეკვია და ცეკვას ვიზახი, აი მე ქართული და ესეც ცეკვა არა. უფრო კლუბური და ესეთი რაღაცა ბრეიდაქსები. თვითნაბადი. კი, ძალიან მიყვარს, ძალიან გავერთეთ და ალბათ პორტუგალიის მერე ფინალი აქვს ნანახი თუ იყო იქ პარიზში. მე დადიან ეგენი. ალბათ იქ ცეკვადის მე და გიგაშვილმა გავერთეთ როგორი მარტო. ძალიან კარგი. ხო, კი, იყვნენ და მახსოვს ყვებოდნენ ისე ბუნდოვნად რაც გამოიყოლეს ახლა ალკოჰოლებმა. კი. რა მოგონებების გამო ერთია გახსოვდათ რა. კი, ცეკვა მიყვარს და გართობაც, მაგრამ უკვე ზომიერად. ხო, ეგ კარგია რომ მიხვდი და მაგას უკვე საღათ აფასებ, რომ თუ სპორტსმენობა გინდა, კი ბატონო, იცეკვე რამდენიც გინდა, მაგრამ თავის დროზე, ხო? როგორ აღგვიქვავენ აი ქართველებს, რადგანაც შეგაგროვეს, ესე იგი ქართული რაგბის და ქართსარაგბო სკოლის მიმართ, ასე თუ ისე რაღაცა ნდობა გაუჩნდათ გრენობლში. აქამდე ბევრნი არ იყვნენ. რაღაცა პერიოდი მე ვამბობ აი წლების განმავლობაში ადრე იყო, აღარ მახსოვს ვინ იყო. გრენობლში გიგაშვილი იყო. კიდე უფრო ადრე. ვიღაცები იყვნენ, მაგრამ ეხლა არ მინდა რომ შემეშალოს, ამიტომ იმას ვიზამ. ადრე აღარ. გამოვტოვე. იყო ხოლმე ქართული კლუბები, სადაც ქართველებს უფრო ესე კარგად უყურებდნენ, მაგრამ ორიაკში. ბევრი ხო? ბევრი არ ყავდათ ხოლმე. ეხლა გრენობლმაც დაიწყო შეგროვება ქართველების. რატო? რა გაქვთ ესეთი რას აჩვენებთ დაუშვათ იქ რომელი ხალხი ხართ? კი, აი მე პირადად
რო ჩავედი ძალიან თბილა და კარგად ამხდნენ. ჩემამდე გოგინავა იყო კიდე ლუკა. მამაიშვილიც დამხვდა და ჟვანია იყო კიდე. და რო ჩავედი ძალიან კაი გარემო, მწვრთნელებისგანაც ძალიან კაი სიტუაცია, რაღაც პრობლემებში იყვნენ თავიდან ფინანსებში რაღაცაში, მაგრამ ძალიან კარგად დამხვდნენ. ჩემ მწვრთნელებით ჩემთან ერთად მოვიდნენ ახალი მწვრთნელები და ვინც მოვიდნენ, მაგათ ჰქონდა თვითონ ქართველებთან ძალიან კარგი სიტუაცია რა. ადრე ერთი იყო ნანტის მთავარი მწვრთნელი იყო და იქიდან ისნობდა ქართველებს. მეორე ობანიობეღი ტულონის მწვრთნელი იყო ადრე და იქიდან ისნობდა ძველ ქართველ მორაგბეებს და ძალიან კაი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რა. და კვესოზეც წავიდა ლაპარაკი ამ ბოლოს, მაშინაც მეკითხებოდნენ როგორ არის, რა არის. თუ ხდება ერთმანეთისთვის ასე რეკომენდაციის გაწევა რაღაცა და კი, მეკითხებოდნენ კვესოზე როგორი ბიჭია, როგორ თამაშობს, მაგრამ მაგალითად ის კითხვები ქონათ, რომ აი გუნდელებთან როგორ არის, ბიჭებთან როგორ არის, ჩვენ ბიჭებს როგორ შეეწყობა, იმიტომ რომ ადაპტაციას და რაგბის გარდა გარეთ ბიჭებთან ურთიერთობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და კვესოზე რა თქმა უნდა, საკვესო ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან მაგარი მოთამაშეა, პირველადაც ძალიან მაგარი კაცია და ყველანაირად კაი დახასიათება ჩემგან. როგორ ვთქვა პირდაპირ გრენოვში პრეზიდენტთან ძალიან ახლო ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ თამაშებიდან გამომდინარე რომ ელაპარაკა რომ ჩამომიყვანა ისეთი სიტყვით ჩამომიყვანა რომ კაი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მეც ისეთი კაი დახასიათება რაც შემეძლო ჩემი მხრიდან მეთქვა კვესოზე არ დამიშურია არაფერი. და ეხა კარგად მიდის ყველაფერი კვესოსთვისაც, ბიჭები ეხა პერტაიაც ძალიან მოსწონთ და კარგად არის და რა ვიცი. ყველაფერი კარგად მიდის რა და იმედია სხვა ქართველების შენ რო წესით კარგად იქნები ფრანგულთან ვიცი, მაგრამ კვესომ რა ქნა? კვესოს მე ვეხმარები და თვითონაც ინგლისური იცის, ინგლისურითაც ჩვენი მთავარი 10 ნომერი რომელიც არის 9 ნომერი და არიან ცენტრები კიდე ბიჭები, ვინც კარგად უელსელი 10 ნომერი ყავს და ვისთანაც ფიჯელები, ვისთანაც ადაპტაცია მარტივად გაიარა და იმ მწვრთნელებიც რომ მოდიან და რომ მეუნებიან, აი კვესომ ძალიან მარტივად და კარგად გაიარა ადაპტაცია, ბიჭებთანაც ურთიერთობაშია და კარგად მიდის და აი რა ყველაფერი კარგად არის რა. კარგად გაიარა ყველაფერი. კაცრად არ დგას საკითხი, რომ ფრანგული აუცილებლად უნდა ისწავლონ ახალწეულებმა? კი, როგორ არა დგას და ბევრს აწვევიან, რომ აი რომ უნდა ისწავლოთ ფრანგული, რაც შეიძლება მალე მასწავლებელიც აუყვანეს ბიჭებს, დადიან ყოველ კვირაში 3-ჯერ თუ არ ვცდები. და ცდილობენ რომ ისწავლონ და თუ რამეში მევჭირდები და რამე ისეთია ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლები დაუყურეს ხო? კი, აი პერტაია, კვესო და მამაიაშვილიც მე მგონი დადის. ზანდა, შენ როგორ ახარ მაგ ამბავში? მე რავი, კარგად. ხო, შენ ის არის. შენ ესე იგი ესეთი რაღაცა მითხარ რომ აქო არასოდეს არ მქონიაო შეხებაო კამერებთან და ჟურნალისტებთან და იქო მაგ ხოლმეო რა, ესე იგი პატარ-პატარა ინტერვიუები თამაშის წინ. თამაშის წინ და მომიწია თამაშის მეერეც და რა ვიცი ძალიან კარგად გძნობ მე პირადად თავს გრენოვში და საფრანგეთშიც და რაც შეეხება ხა გრენოვლის სიტუაციას კარგად რომ გიდგებიან უფრო თავისუფლად ხარ გუნდშიც და ჟურნალისტებთანაც და სალაპარაკოც გააქვს რა გასაგებია ეხლა რა მაინტერესებს იცი რაღაცნაირად რომ გადავმიქსოთ ეს კლუბი და ნაკრები როგორც მეორე ხაზელს რა მოთხოვნებია შენს მიმართ, აი განსხვავებები თუ არის, რა თამაშს ითხოვს შენგან კლუბი, ფრანგული კლუბი, გრენობლი და რა თამაშს ითხოვს ნაკრებში, რიჩარდი. კლუბზე რა ვიღოთ, ცოტა სასაცილოდ რომ იყოს, რომ დამილეკეს გრენობლიდან გადასვლაზე, პრეზიდენტმა პირდაპირ ესმითხა, რომ თამაშზე დადისო 10, 8000, 10, 11, 12000-მდე მაყურებელიო და იქიდან მარტო 1000-მან 2000-მან კაცმა თუ იცის რაგბი. დანარჩენი ყველა დადისო შოუს საყურებლათო და შენ ერთ-ერთი გმირი იქნებიო რომ ბურთს აიღებო რომ შოუ გაჩვენ გაცხებ ყველას ეგეთი სასილო რაღაცა რომ მეთქი არ არის პრობლემა მოვდივარ მაგ საქმისთვის მესმეთქი ნაკრებში რა თქმა უნდა მეორე ხაზელები უნდა იყვნენ მაღლები აუტის მოთამაშეები მე არ ვარ მაგრამ ვცდილობ რომ რასაც მეტყვიანის გავაკეთო არ მიწევს კლუბში ახტომა და რთულია როცა ჩამოდიხარ 100%-ით ვცდილობ გავაკეთო, მაგრამ მაინც რომ არ გაქვს, არ გამოდის, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ აი მე და ბაბუნა როცა ვართ, ან მე და ჩაჩანა თუ გვიწევს ჩაჩანას, ყველანაირად ვცდილობ, რომ დამეხმარონ და ისე გამოაცხადონ, ან ისე გააკეთონ, რომ ბევრი ახტომა არ მომიწიოს და სხვანაირად მიდგებიან და
ისე ესე იგი ახტომა მაინც გიწევს? მიწევს კი, აი ნაკრებშიც კი. ხო, ეხლა ვერ ვიხსენებ ეგ მაგ სურათს, თუმცა შეიძლება კი, აი თუ სივრცეს დატოვებენ წინ ვიდექი აი მაშინ თუ სივრცეს მიტოვებენ გამომიცხადებდნენ და ხვდებოდი, მაგრამ როცა შუაში ეხა ამ წელს თებერვალში რომ აუტების ახალი გეგმა რო გვაქვს, იქ შუაში ვდგავარ და ჩემთვის ცოტა რთულია, მაგრამ შეიძლება გააკეთო. ხო, ეგ აუტის გარდა ეხა უკვე გამოიკვეთა შენ რაც წეღან მითხარი იქიდან გამომდინარე რომ გრენობლში ორი კაცი ხართ ბურთის მთავარი წამღები. შერკინებიდან, ხო? ნაკრებში ალბათ ეგრე არ არის, იმიტომ რომ ხო აი მან დავალებების თვალსაზრისით ღია თამაში მაინტერესებს რა, როგორ ღია თამაში სისტემა ჩვენთან როგორც არის, უმეტესად უწევს ორ ნომერს, მესამე ხაზელებს ბურთის აღება, მეორე ხაზელებსაც უფრო გვევალება სწრაფი და კარგი რაქი გქონდეს. მალე გადავწმინდოთ. მიწევს ბურთის აღებას არეულ თამაში, რა თქმა უნდა, მოგიწევს და ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ უფრო მეტად აუტი, მოლის დაცვა, რაქების სწრაფი რაქები, კარგი გადაყრა. უმეტესად ეგ არის ჩვენი საქმე რა და სუფთა მეორე ხაზელის საქმე იდეაში. რა მაინტერესებს, იცი? ეხლა დავფიქრდი უცებ. ბურთის წაღება ხო კონტაქტზეა დამოკიდებული, როგორ კონტაქტს გააკეთებ. კონტაქტს ბავშვობიდან სწავლობენ, როგორ გააკეთებ. მე მაინტერესებს თუ აი დასრულულ ასაკში თუ კიდევ ვარჯიშობენ მორაგბეები კონტაქტზე და კონტაქტის ტექნიკაზე. კონტაქტზე იმდენად არა, უფრო ტექნიკაზე. ხო, აი როგორ რას აქცევთ ყურადღებას კარგი კონტაქტი რო ვიყოს. კარგი კონტაქტი რო იყოს, აი მაგალითად მე და შენ რო ვარ და შენ დაცვა რო ხარ, უყურებ სანამ შენ შემოგიტევ როგორ პოზიციაზე მხვდები რა. თუ მელოდები მაღალ პოზიციაზე, ვცდილობ რომ მეც მაგრა დაგარტყა და წაგიღო უკან. თუ შენ მელოდები დაბალი პოზიციით, მეც უნდა გავაკეთო დაბალი პოზიცია, რომ მოგიგო დაბალი პოზიცია, სწრაფი ბურთი გავაკეთო. თუ მე მაღლა წამოვალ შეროცა დაბალი, შეიძლება მე წამიღო უკან, ხდება ხოლმე და მაჯობო კონტაქტში. ანუ ყველაზე სწორი ის იქნება, რომ კონტაქტში დაბლა იყო, სწორად დაარტყა, სწრაფად დაარტყა და ფეხები ამუშაოთ, რაც შეიძლება მეტი მეტრი მოიგო და ბურთი არ დაკარგო, რამც თავარია და ის ტექნიკა იქიდან რომ არის მომენტი რომ მოთამაშე ბურთს იღებს, მაგალითად მე პირდაპირ მიდის კაცზე რა, პირდაპირ დასაჯახად. აი მინდა. არის ტექნიკა, მის ეხა გუშინაც საგენას ერთ ვაკეთებდი, რომ ბურთს მიიღებ, ჩაუდგა ფეხი, გაცდე პირველ მეორე მოთამაშეს, შეხვიდე სივრცეში. ხო, აი ინტერვალში შესვლა. შენ სად შედიხარ? მე უმეტესად კაცში. ხო. ეგ ცოტა ქართველების სცენია, მე მგონი რა. რაღაცა თავიდანვე ესე გვასწავლიან თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ცოტა უტევს ინტერვალში. ცოტა კი მე უფრო კაცზე უტევ, კაცს უტევ. მაგრამ არიან ბიჭები, ვინც ინტერვალში მიდიან. ყველაზე კარგად ჩვენთან მე მგონი ჯალა არის ეგეთი. ჯალა ცდილობს რომ სუ ცდილობს რომ პირდაპირ კონტაქტი აირიდოს და მაგის ხარჯზე მიუხედავად იმისა რომ დიდი არ არის, სუ ახერხებს რომ გვერდით გაუძიოს. ჯალა ძალიან ტექნიკურია და ძალიან რთული დასაჭერი არის. როგონია რომ უნდა დაიჭირო, არც დაიფიქრო რომ სიტყვაზე გარეთ წავიდეს, შეიძლება ის დაგიტრიალდეს და შიგნით გაიქცეს. ანუ ძალიან რთული დასაჭერია ჯალა. დანარჩენი ბიჭები ვინც არიან, ყველა სწრაფები, ძლიერები და უფრო მეტად მოდიან ინტერვალში ან თუნდაც თუ გეტაკებიან. და ჯალასთან მეტი საფიქრალი გექნება. ხო, ჯალა მაგ მხრივ ძალიან ის არის, რა ქვია. კი. ხო, ესე იგი მაგ მუშაობა ტექნიკაზე, მაგ უფრო ტექნიკაზე ალბათ. და სწორ შესვლაზე და მოგებაზე. შენ იყავი ფლანკერიც, ხო ესეა? მესამე ხაზში. და საბოლოოდ ჩამოყალიბდი მეორე ხაზელად თუ კიდე გიწევს ხოლმე ხანდახან დროის გახსენება? არა, თავიდან რომ ჩავედი აი ზუსტად ლიონში 2015-ში, მაშინ ვიყავი მესამე ხაზში. მაშინ ცოტა ისეთ წონა მქონდა 110 კილო ვიყავი და მაშინ მესამე ხაზში ვითამაშე, სამივე თამაში. 4-ვე თამაში პირველ მატჩში. მაგრამ ახლა ესპარებშიც ვთამაშობდი უფრო 8 ნომერსაც და 6 ნომერს ბურთის წაღებიდან გამომდინარე. მე რომ გადავედი ორი აქში, მაშინ მეორე ხაზში გადავედი და მის მერე მეორე ხაზს თამაშობ უკვე
5-6. ხო, ეხლა შენ რამდენი კილო ხარ? 123 კილო ვარ მე. მაგითი ალბათ უფრო ფლანკერის თამაში, თამაში რთული იქნება, ხო ეგრე? არიან ახლა დიდი მე ისენიც, მაგრამ 123 კილო არ ვიცი, არ მგონი უფრო ნომერი შეიძლება იყოს. ხო, ბევრია რა, ბევრია იმ დაცვაში გადასასის ხარტე და რაღაცა მე იმდენად არ მაქვს და მეორე ხაზში მიყვარს შერკინება ძალიან, ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო სამ ნომერს და ეგეც მოსწონთ გუნდებში, აი ჩემ გუნდშიც მაგალითად ძალიან კარგი შერკინება გვყავს და ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავეხმარო სამ ნომერს რა და მიყვარს მიწოლაში, ხო? გიყვარს შერკინება. ძალიან. ჩემი პირველი არის ბურთისაღების მე რაც მიყვარს რაგბიში. რატო რა არის ამაში ესეთი საინტერესო და საინტერესო მუღამიანი. მუღამი ის აქ რომ მიაწვევი მაგრამ გადააყრი. და ძალიან თვითონ შეკინება ძალიან ძლიერი ხო შეჯახება არის და მიყვარს რა ვცდილობ რომ მაგრა დავეხმარო სამ ნომერს თავის საქმის აკეთებაში. ხო, აი ეს შეგრძნება რომ აჯობეთ ერთად ეგარი მუღამი, ხო? მეგარი მუღამი, კი. მეგარი მთავარი. კი, მეტი არაფერი. თავარი მუღამი. მოდი ერთი მარტივი შეკითხვა ჩაუფინოთ, რომელიც ჩვენ პარტნიორთან TBC-სთან ერთად გვაქვს. ეს არის მარტივი შეკითხვა წესებზე და ამითი ვეხმარებით ადამიანებს საუბრობთ ის ცოტა ახლებს, ვინც რაგბიში კარგად ვერგები, რაღაცები უკეთ გაიგონ. TBC-ის შეკითხვა ასეთია დღეს. რამდენი მოთამაშეა მარკაფაში შეცვლაზე და რამდენის შემოყვანა შეიძლება მოედანზე? რა თქმა უნდა, ყველა მის რომ 15 მოთამაშე თამაშობს რაგბს სასტარტოში, თამაში იწყებს და შეცვლაზე ვართ 16-დან 23-მდე. ანუ 8 მოთამაშე. არის მარკაფაში პირველი ხაზის შეცვლა, როგორც სანაკრებო დონეზე შეგიძლია პირველი ხაზი დაატრიალო და შეცვალო 1-დან 3-მდე და 16-დან 18-მდე ან არის დაატრიალო და მეორე ხაზში მაგალითად აი თუ შეეცვლები მე უკან დაბრუნება არ შეგიძლია. და ჩვენ ახლა პროდეოში ჯამში 8 მოთამაშიდან მოედანზე შემოსვლა შეუძლია ყველას. კი ბატონო. როგორც ფეხბურთში ეგრე არ არის. ყველას შეუძლია ლიმიტირებული არ არის, შეუძლია ყველას შემოვიდა. დიდი მადლობა. შენ რადგანაც ხტომა ნაკლებად გიწევს, მაინც უფრო ამ შენ ამბობ რომ გრენობლში საერთოდ გარეთ ხარ ხშირად? კი, ხშირად. ნაკრებში რა ხდება? ნაკრებში აუჩი ვარ, კი. ნაკრებში აუჩი ხარ ამწევად უფრო ხშირად. ამწევად უფრო ხშირად. გამომცხადებელი როგორც წესი არის უფრო ხშირად მხტომელი, ხო, ვიდრე ამწევი გინახავს რომ ყოფილიყოს გამომცხადებელი. უწევს აწევა, მაგრამ გამომცხადებელი ყოველთვის ამხტომე არის. ხო, გამომცხადებელი ამხტომია, ხო? თავარი ამხტომია ალბათ ეგრე ითქმის. კი. ერთი კაცი აცხადებს ჩვენთან. ჩვენთან კი არა, ზოგადად ერთი კაპიტანი ყავს. თამაშზე ერთი გამომცხადებელი არის, მაგრამ სიტყვაზე ყვითელი მიიღოს ან რაღაც არიან ბიჭები, ვინც არიან მაგ საქმეში. ხო, და აი ეს მაინტერესებს ხო გუშინ ღია ვარჯიშზე ხო ვიყავი და უყურებდი რაღაცა და ეს სამი კი არ არის, ეს არის 4 და რაღაცებზე მიდიხარ. ეს და თან რაც თავარია, თქვენ ახლა ახალი შემწვრთნელი ყავთ ნაკრებში დერეფნის, ხო ესეა? სახელი რა ქვია კი არ ვიცი. აი გუშინ ნახე პირველად და უცებ მომივარდა რომ გამერკვია. რიჩარდი ქვია რიჩი. ხო. მაინტერესებს ახლა ვაკამდე იყო ეს შონი სოვერი. შონი, კი. აი ახლა რა მეცვლილებები არის ამ იმაში ახლებურად გადაინომრა კომბინაციები თუ იგივე დარჩა და ამან უბრალოდ რაღაცები დაამატა თუ აი შეცვალეს მთლიანი ზოგადად მწვრთნელის ცვლილებით რა ხდება იგივე დერეფანში შეცვალეს მთელი სტრუქტურა რაც იყო მაგრამ ჩემი აზრით უფრო მარტივი არის ახლა აი ეს საინტერესოა აბა მოკლედ ახლა გამოცხადების რა თქმა უნდა რთულია იმიტომ რომ ერთი რაღაც თავიდან ბანამდე შეისწავლო გააკეთო კარგად ხარ ორი წელი აკეთო და უცებ სხვა წელი მოდის ამ ყველაფერს რომ გიცვლის თავიდან ცოტა რთულია მაგრამ ამ თამაშზეც კარგად ჩაიარა რო ვითამაშეთ და ეხაც უკეთესი იქნება. აი რა შეიცვალა პრინციპულად შეგიძლია თქვა. გამოცხადების დროს იყო ადრე რომ პირველი რომელი ასოს აი სიტყვაზე იყო ლაიონს და და სიტყვაზე ის თუ გამოაცხადებდნენ და რამე ციფრი ქონდა სულ იყო მხტომელი რა იხტებოდა.
რაც არ უნდა კონკრეტული მოთამაშე ვიღაცა, ხო? მაგალითად გიორგი, ხო? გიორგი არის I, ნიკა არის O იყო სიტყვას, ჩემს უკან რა. რომ გამოაცხადებ. ხო. აი რასაც გამოაცხადებ და რაც არ უნდა მოძრაობა ყოფილიყო და რაც არ უნდა კომბინაცია ყოფილიყო, გასო ახდებოდა. ეხა ისეთი სიტუაციაა, რომ სიტყვაზე თუ გამოცხადებ. სად ახდებოდა მაგას როგორ იგებდით? აი I არის გიორგი, ვიცი. I 5. I5. რას ნიშნავს ეს? ვიცი კონკრეტულად სად უნდა ახდე თუ როგორ ხდება? კონკრეტულად რა თქმა უნდა იცი სად უნდა ახდე. აი სიტყვაზე I5 ცოტა ისეთია, მაგრამ I1 რო თქვა სიტყვაზე. I1 მე ხო არ ვიცი, ხო. აი I1 რო თქვა სიტყვაზე I პოზიციის რომელი მე მაგალითად ახდებოდი ერთი ნაბიჯით წინ. I2 იყო რომ შენ ადგილზე ახდებოდი, I3 იყო უკან მიდიოდი და იხდებოდა სულ. სიტყვაზე I5 იყო რომ გავიდოდა წინამხტომელი და მაინც იახდებოდა რა და ეხა პირიქით არის რა. რომელი ასოც არის გამოცხადების სიტყვაზე L3 არის ეხა კომბინაცია, L პირველი მხტომელი იყო, გადის და ხდება I. ანუ პირველი ასე იმართულია, მაგრამ რო აკეთებ უფრო მარტივი გახდა რა. არა ვარ ხო თეორიაში ვარ რა, უცებ. კი. გაჭრილები. ეხა არის რომ სიტყვაზე პირველი მხტომელი აი სიტყვაზე კიდე არის რომ I1 რა თქმა უნდა იგივეა 100 მიდის წინ. მაგრამ არის კომბინაცია რომ სიტყვაზე როცა 3 ან 4 ურევია არის მაშინ 100-ს უკანა მხტომელი ხდება უფრო მეტად რა. მაგრამ ხო, ნუ ისა. ეხა მაგრამ ეს ხო მარტო მხტომელზე არ არის, ეს ხო ყველამ უნდა ისწავლოს. კი, რა თქმა უნდა. და მაგალითად ეხა შენ წახვედი გრენობლში, დაბრუნდი უცებ ადრე თუ ისეთი იყო, ახლა ასეთი. ეხა თავიდან უნდა რა დროს ჭირდება მაგისა ისე რომ კარგად ჩაჯდეს. იმიტომ რომ ნაკრებში ცოტა ვარჯიში გიწევს არა ჩამოხარ. აი ეხა ბევრი ვარჯიში მქონდა, დაჟე 3ჯერ გავდიოდი დღეში. ხტომა არ გვიწევდა, მაგრამ გამეორებით რა, საღამოს, შუადღეს, დილას სულ ვაკეთებ და ეხაც ხვალ დილითაც გვექნება, შუადღესაც გვექნება, საღამოსაც გვექნება, რომ უფრო მარტივი გახდეს, ყველა მისცოდეს თავის როლი და ყველა მისცოდეს ყველას როლი რა. და უფრო მარტივი გახდეს. რთული არის რა თქმა უნდა, როცა X სხვას აკეთებ გუნდში არ გიწევს თუ გიწევს, შეიძლება მოგიწევს გუნდში სადგომა და უნდა იცოდე. იქ ჩამოდიხარ მე აქ სხვა იყო და ეხა კიდე სხვა გხდება, ცოტა რთულია, მაგრამ რა თქმა უნდა ეხა კარგად ჩაიარა ვარჯიშმა, გუშინაც კარგი ვარჯიში იყო რაღაც პატარა შეცდომები, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება და ალბათ 100%-იანი აუტი გვექნება კი. ბიჭები კარგად არიან და ჩვენ მქონდა რაღაც პრობლემები დერეფანში. შვეიცარიის ნაირ გუნდებთან არა და კარგ გუნდებთან, რომლებიც წნეხს გადებენ რა. აი ამითი დაუშვათ რა პერსპექტივაა რომ რამე შეიძლება პრინციპულად მაინტერესებს თუ იცვლება რაღაცა თუ უბრალოდ ეს მწვრთნელი ცდილობს იგივე რაღაცეების უფრო დახვეწაში მოგეხმაროთ აი ეგ მაინტერესებს რა ეხა მწვრთნელებს ვერ შევადარებ არ ვიცი არა ხო მაგას არ ვამბობ ეს მწვრთნელი რა თქმა უნდა ცდილობს რომ უკეთესი აუტი გქონდეს და უფრო კარგი უკეთესი მოლი გქონდეს სხვანაირად შესვლას გვასწავლის მოლში აი მოლზე ჩამოვდივართ ახლა ჯერ ხო ავწიეთ კაცი ახლა უნდა მოლში ჩამოვიყვანოთ აი მაგამ აი უფრო აუმჯობესებს ვერ ვიტყვი მაგრამ თავის სტილი რაც არის და თავის გამოსილება რაც არის მაგას გვიზიარებს და რა თქმა უნდა ვენდობით და მივყვებით მაგრამ რო გითხრა რომ რამე დიდი სხვაობა შეიძლება მოგცეს არ ვიცი მაგრამ აი წინა შენ მოლში რა როლი გაქვს მოლში მე ავწევ კაცს სიტყვაზე განაწევაზე ვართ და მე ბლოკავ პირველი ბლოკის მონში და დაცვაში პირველ კაცის პირველ სამი ნომერი ერთგა ჩვენთან წინ მე და ჩვენ ორი კაცი ვცდილობთ და შიდა გრენობლში თუ ახლა აქაც ეგრე არის რომ პირველი ის ეშელონი რომელიც პირველი რომ მოდის ის უფრო შიდა მხარე დავიცვათ ორმა კაცმა დაარჩენი გაჩერებაზე მიწოლაზე დაშლას და გაიმას არა ვინ აკეთებს ვინ უფრო მეტად ჩვენთან ახლა ჩაჩანა აკეთებს ხო იმიტომ რომ სიმაღლე აქვს მაღალია და ცდილობს გადავიდეს მე რო გადავიდე აზრი არ აქვს ჯობია რომ წონა მაქვს ძალა და ჯობია რომ დაბლა დავჩი სამ ნომერთან ერთად და დავარტყა და ერთად შევიდე ჩვენი მოლის დაცვა როგორიც არის 4 კაცი ეგრევე შევდივართ ორს თავი შინით აქვს ორს თავი გარეთ აქვს და ბლოკავთ 4 კაცი და მე კიდე ვინც არიან 2 კაცი და 3 კაცი, მე-3 კაცი შემოდიან და გვეხმარებიან დაცვაში. სტრუქტურა როგორც ასეთი კარგია და ჩვენთანაც ეგეთია გრენობშიც და მომწონს. თავიდან მე 4 მერტად კარგად უნდა დავარტყათ, დავბლოკოთ და თუ საჭიროება მოითხოვს, რა თქმა უნდა შეიძლება მოითხოვოს, შემოვლენ სხვა ბიჭები, სადაც საითაც დატრიალდება და საითაც საუჯერდება. კი ბატონო. ხო, ესე იგი შენ მაინც უფრო და საერთოდ რამდენი კაცი შლის, ერთი ალბათ, ხო? ერთი უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ 2
კაცი ან 3 კაცი თუ გადავა რთულია, 3 კაცი მაგარო ყავს და 8 კაცის გაჩერება ძალიან რთულია მე. ერთი თუ გადავა და გადავა სწორად, უნდა გადავიდეს სწორად და დანარჩენმა უნდა დავიცვათ ძლიერად და დაბლა. დანარჩენი უნდა მიაწვეს. საინტერესოა. კი, იმიტომ რომ ეს მოლი ისეთი კომპონენტია, რომ უყურებთ, თითქოს გონია რომ ვიცით რაღაცა გვესმის და ამ დროს არ ვიცით რა, ეს იმდენად ნიუანსურია, ვინ საჩედის, ვინ სწორად შევიდა, ვერ თუ მართლა ძალიან კარგად არ ერკვევი მაგ კომპონენტში. მით უმეტეს გარე ყოფი ადამიანისთვის, ვინცაც არ მიუღია ამაში. იმას იწყე ხა მეც რა ვიცი, სამოყვარულო დონეზე მეც ვითამაშე რაგბი და მინახია პროფესიონალებს ვარ შევით, მაგრამ ბევრმა არ იცის ეს მოლში მუშაობა რა, კარგად და სად როგორ სწორედ როგორ უნდა შევიდეს. ამიტომ მოლის მე მგონი რომ ჩემი ამ საუბრების ერთ-ერთი მომდევნო ასე ვთქვათ ფაზა იქნება მოლის ცოტა განმარტება რა, მით უმეტეს შენაერი მწოდნე ხალხისგან, ვინც მაგაში მონაწილეობს. კი, მოლის დაცვა მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. გვაქვს ახლა სიტყვაზე თუ ჩვენ 5 მეტრიანში ვიმყოფავართ და 5 მეტრიან ზონაში ვართ, მაშინ შეიძლება არ ახვდეთ აუჩი. ხო, ეგ გასაგებია. და ყველა ერთად დავხვდეთ დაბლა, მზავრად და ერთად დავარტყამთ. თუ ცალ-ცალკე შევალთ და დავარტყამთ, აზრი არ აქვს. ერთად თუ დავარტყამთ სიტყვაზე როგორც ჩვენ გვაქვს დღეს კომბინირებული, 4 კაცი ეგრევე უნდა დავარტყათ ერთად შორიდან დაბალი პოზიციით. გავამაგროთ და ერთად დავამუშაოთ ფეხები. თუ ეს კარგად იმუშავებს და კარგად წავა, მაშინ მოგვეხმარებიან ბიჭებიც და წესით უნდა დავდგეთ კარგად. ასეთ გუნდებთან როგორც ჰოლანდია და სხვა გუნდები არიან კიდე, ვისაც ვეთამაშეთ და შვეიცარია, მაგათთან მარტივია, მაგრამ მარტივი სწორად უნდა გავაკეთოთ, რომ მე ესპანეთთან იქნება, პორტუგალიასთან იქნება, თუ რუმინეთთან, სხვა გუნდებთან უფრო კარგად. არის მომენტი, რომ მოლში ვერ მოასწრებ უკნიდან ჩამოსვლა და მოხვიდე მალე წინ და სწრაფად წავიდნენ, ამიტომ ჯობია რომ ჩვენ 15-ში თუ არ ახვდებით და მოვეწყდებით მალე და მალე გავაკეთებთ. თუ გადავალთ უკვე 22-ში ვიქნებით ჩვენ 22-ში, მაშინ აუტის გამოცხადებელი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში იტყვის, რომ ახვდეთ სიტყვაზე 2 ბლოკი, ან იტყვის, რომ მარტო მე ახვდები, ან ერთ მოხტომელს დაასახელებს, რომელიც ახდება, დანარჩენი ყველა კონცენტრირებული ვართ, რომ დავიცვათ მოლი. ნიშნავანი ფაქტორი რაც არის, სწრაფად ერთად დატყმა დაბალი პოზიცია. ჩემი აზრით ეგ არის. ეგ არის პირველი ტალღის გაჩერება, მე მოტრიალდება და მე თუ დატრიალდება, რაც მთავარია, რომ თუ შენ ცდები არის სიტუაცია, რომ შედიხარ სწრაფად მოლში, ცდილობ სწრაფად მიაწვე და მხარე ტრიალდება. ამ შემთხვევაში თუ შენ იმყოფები პირველი ან მეორე კაცი და დაატრიალე ამ დატრიალებაში იღებ მონაწილეობას, მაშინ უნდა იცადე რომ შენ არაფერს არ აკეთებ, თუ გუნდს დაეხმარები, მაშინ 1-2 კაცს თუ დაიჭერ, ჩაიწერ და შენთან ერთად დაიტოვებ. ეგ მაგით თუ დაეხმარები. თუ გადიხარ, უნდა გაიყოლო ვიღაც რა. ადრე იყო ხოლმე კამერები არ უყურებდა იმდენი რაღაცა, მუჯლუგუნები იყო ხოლმე და არის კიდე. ეხლა ალბათ უყურებენ, ხო? ეხლა თიც ვერ დაადებ, ეგრევე წითელი გარანტირებული გაქვს. მაინც გიპოვიან რა, სადღაც. კი. ყველანაირად გიპოვნიან. ადრე მეც მიყვარდა ჩხუბი ძალიან, ესპუარებშიც და პირველ გუნდშიც მე ჩხუბი. ჩხუბზე არ ვამბობ მარტო. ჩარტყმაზეს მოლში, შერკინებაში ჩამიტყი რა. აი ხა თუნდაც შერკინებაში რანაირად ჩაკითხია მეორე ხაზიდან, კაცო, იმის შორეს. ზუსტად, აგერ ორიაკი ვეთამაშებოდით პერპინიანს, ეხაც მახსოვს და გამაბრაზა მაგათმა 2 ნომერი. და ქართველი შვილი იყო მაშინ, ერთად ვიყავით და ქართველას ვეუბნები. ქართველა, ეხლაც კი. და ქართველას ვეუბნები, ხელს არ ამოგიდებ, მეთქი არ დაგიჭერ მაიკაში, ამას ხვიპრეში უნდა დავარტყათ. ხო და ქართველმა ფერს გაიწია, ეგრევე ორჯერ ამოვარტყი ცხვირში იმათ უკერს და არც კამერას ვნახე, არც არაფერს. მერე გამოვარდა და ვიცი კაცო. კი. 2 ნომერი 5 ნომერიდან თავსოში იყო, ქვევიდან მივწდი რა, გამომეტყ. აი თიკას მოეწონა ძალიან ეს ისტორია. თიკა წერეთელს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რეჟისორობისთვის. კი, ეხა ნაკლებად ხდება და ვერაფერს ვერ გააკეთებ ერთის და ვერ შეკინებაში ვერც მოლში შანსი არ არის. იმდენი კამერები გიყურებს, მაგრამ მაშინ რა, როდის 4-5 წლის წინ იყო ეგ ამბავი. პერპინიანი სანამ ავიდოდა. ასე რომ ძვირფასო ხუკერებო, ნუ გააბრაზებთ გიორგი ჯავახიას. კაცო, იმდენი ისე გავერთი ამ საუბარში, რომ ლუდი მაქვს ბაიო როგორც იქნა დავიბრუნე ჩემი საყვარელი ბაიო, მაგრამ
მე ხა ვიცი შენ შუა იმაში ხარ, რა ქვია, თნის პროცესში და ამიტომ ისე მოგძალებით შემოგთავაზებ ხოლოდ. მადლობა. დილობის გულისთვის და ჩემ თავს უფრო შევთავაზებ. აი, მოვიფიქრებ მანამდე. გავაგრძელოთ. ეხლა მე მინდა რომ შენ ერთი პატარა თხოვნა მაქვს შენთან ერთი კიდე რუბრიკა გვაქვს, რომელსაც ქვია ერთი ლელოს ამბავი. ამ ერთ ლელოს ამბავში ჩვენ ყვებით რამე ლელოს შესახებ. მე მაგალითად ხანდახან არის ხოლმე რომ თქო რაღაცა ლელოს აღწერას ან მოყოლას რამე ლელოს. მაგალითად ნახე რომ მაგალითად ვასკარო იყო ლობჟანიძე. თხოვე აი იტალიას რო ლელო დაუდეთ. მაგისი გაშიფრა რა, რომ როგორ იყო რა კომბინაცია იყო სად და სხვათა შორის მან თქვა რომ თუ ხوار გინახავს. არა. ვასკა მე გაჩვენებ თუ გინდა. ვასკა ყვება რომ ესაო რა ქვია, ესე იგი ეს უნდა მე უნდა მიმეცა პასი, ვანოს უნდა შემოებრუნებინა და ერთიო შეგვეშალა რომ ჯავახია იქ სადაც იყო, იქ არ უნდა ყოფილიყო, იქით უნდა ყოფილიყო, გარეთო უფრო. ხო და შეიძლება რომ იყო ზუსტად მაგან გაჭრაო რომ დააბნია დამცველი და მე სპანდერაშვილი ვათამაშე გაჭრაზეო. ხო, არ ვიცი მოკლედ ამ ტიპის ისა მაქვს. შენთვის რომელი ლელოც საინტერესო და ძვირფასია, გინდა შენი გინდა სხვისი, გინდა იმი ლომუზადებული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, შენთვის რამე ძვირფას ლელო თუ არის, აი იმ ლელოზე რომელიმე ლელო გაიხსენე და მოგვიყევი. თუ გინდა იფიქრე მაგაზე და მე მანამდე სხვა რაღაცას კითხავ. სამბევ ლელოა, რომელიც მომწონს გინდაც ჩვენი ბიჭების დადებული, აი კი თუნდაც დაბუცამრო დადო ავსტრალიასთან ძალიან მაგარი ლელო იყო. ხო, მაგრამ აი შენი რამე მოიგო, არა, შენი გინდა შენი იყოს, გინდა სხვისი იყოს, რაღაცა რომ მოიგონო მაგაზე. რაღაცა მოგონება თუ გექნება რამე შიდა ამბებს თუ მოგვიყვები აი ესე დავგეგმეთ ესე გავაკეთეთ ან რამე თუნდაც გიყვებოდით თავიდან კომბინაციებთან დაკავშირებით აი არის ის კომბინაცია საიდანაც საერთოდ არ იყო ლელო იდეაში რომელ ლელოზე აი ხა დავუდეთ ბოლოს მე დავდე იმას მონტომას ვეთამაშებოდით სულ კომბინაცია იყო რაც მოგიყევით სამმა კაცმა დაარტყა გარეთ უნდა დაარტყაოს და ჩვენ გამოვიდნენ შიგნით მაშინ მე გამატანა ქვევით მომყვა იმათი ორი ნომერი ლელო იდეაში არ იყო მაგრამ ჩამითვალეს მე ის გახარებულმა აღნიშნე აი იყო რაღაც იქ და გამეორებაში არ გამოჩნდა და ვერ მოვასწარი იმის ხელი დარჩა ბურთზე მაგრამ საჯმარო შემოხედა ბურთით შანდა და იმის ხელი იყო ცოტა ბურთის აქეთ და ბურთი დამიწეული არ იყო იდეაში რომ აღნიშნა მეც ეგრევე კი ლელო იყო ეგრევე არც სახი მე მიღია არც არაფერი ეგრევე აღნიშნე როგორც აღნიშნა ხოლმე და გახარებულა ეგრე და რომ არ გადავთარგმნი ფრანგულად და არ გაუგზავნი იმათ რომ აი ეს მეორე ლელო შემთხვევა იყო ის ზუსტად იგივე სიტუაცია მქონდა და ზუსტად მონტომანთან მესამე რომელიც არ ჩამითვალეს ეგეც სასიამოვნო იქნებოდა მაგრამ ხელი დავიხმარიე და მესამე მოძრაობაზე არ ჩამითვალეს კარგი მე ნელ-ნელა ლუდს მაინც დავლევ და თან მინდა ეხა უკვე კითხო გეგმებზე 28 წლის ხარ, ეხლა შენთვის არის, ასე ვთქვათ, ოქროს ხანაში ხარ სპორტული კარიერის, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე. ეს არის ის მომენტი, როდესაც ჯანიც, ენერგიაც და ამავე დროს ცოდნა და გამოცდილებაც ყველაზე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან. მერე მოიმატებს ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ დაიკლებს გამძლეობა, დაიკლებს ენერგია რაღაც. ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია ასაკთან ერთად ესე ხდება. ოღონდ ეს მერე მოხდება რამდენიმე წლის მერე. მაგრამ აი ეხლა შენ ალბათ არა ესეა რა პიკია ამისი ჰარმონიულობის. აი ეხლა რა გეგმები გაქვს შენ თუ ფიქრობ დაუშვათ სხვა გუნდზე თუ ფიქრობ აქ დარჩენაზე და განვითარებაზე თუ როგორ ახარ მაგ ამბავში და მე რამეს მივიტყვი. ორი წელია მეორე წელია უბრალოდ სეზონი ჩემთვის კარგად მიდის. იყო წინა წელსაც ტოპ 14-დან შემოთავაზებები, რამდენიმე დიდი კლუბიდან კი, მაგრამ რატომღაც დიდი ორი წელიანი კონტრაქტი უნდა ეყიდათ და ამიტომ რატომღაც გაჩერდნენ და საიდან იყო თუ საიდუმლო არ არის? სტად ფრანსე იყო და ბაიონა იყო დაინტერესებული და ბორდოც იყო. ეხა წელს ორი წელიანი კონტრაქტი უნდა ეყიდათ და ამიტომ გაჩერებული იყვნენ. წელსაც იყო რამოდენიმე გუნდიდან შემოთავაზება და არის კიდევაც ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გრენოფში კიდე ერთი წელი მაქვს დარჩენილი, არაფერ სადღაც სხვაგან წასვლაზე არ ვფიქრობ თუ რამე რეალური არ იქნება, იმიტომ რომ
უბრალოდ ლაპარაკია, უბრალოდ ჩემ აგენტს ურეკავენ, ასე ისე გვაინტერესებს. ლაპარაკიც გქონდა გუნდის ვინცაც მოთამაშეები მოყავს გუნდში მაგათთან, კონკრეტული რამოდენიმე ორ გუნდთან, მაგრამ გაგრძელება ჯერჯერობით არაფერი. ესენი თვითონ თავის ინიციატივით რეკავენ თუ დაუშვათ შენ დაბარებული გაქვს შენი აგენტისთვის რომ მოძებნე ჩემს გუნდი თუ როგორ ხდება? არა, თვითონ აქაური აგენტი და კიდევ ერთი აქაური აგენტი ყავს თუ ფრანგი? არა, მე ფრანგი აგენტი მყავს, 7 წელი ამ აგენტთან მუშაობ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ახლო არის ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრი ისე ვარ, ძალიან ახლოს ვარ და ვენდობი ძალიან. და რაც შეეხება ამ გუნდებს, ყველა აქეთ რეკავს, აქეთ ინტერესდება, აქეთ აქვთ კითხვები, ველაპარაკი კიდევაც რამოდენიმე გუნდს, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი ახლა ნაკრებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ ლაპარაკი, არაფერი ისეთი და ახლა ჩემ აგენტს ის უთხარი წამოსვამდე, რომ უბრალოდ გუნდებისთვის ასე პატარა ლაპარაკი უნდა და არანაირი ინტერესი არ გამოხატავენ ფურცლით. აზრიერად ლაპარაკი. იცი, მანქანასთან რაღაცას რო ყიდიან ხოლმე, ხო იცი, მაი მარკეტზე ან რაღაცა. საჭორაოდ არ დამირეკო. აი ვარიანტია, ხო? იმიტომ გააბნევს როგორც მოთამაშეს რა, თამაში რომ მიდიხარ და გირეკავს ეს და ეს გუნდია დაინტერესებული ასეც, მაშინ სხვანაირად ფიქრობ და სხვანაირად მიდის თამაში. მე ჩემ თავზე მაგამოსი რომ ძალიან ცუდად განმისთია ეგ თამაში რა მე. სხვანაირად ფიქრობ თამაშზე და სხვანაირად ვდგებ. ამიტომ ახლა ვფიქრობ მარტო გრენობლზე, 1 წელი მაქვს კიდე დარჩენილი, გუნდის პრეზიდენტი კიდე 3 წლიან კონტრაქტს თავაზობს და მაღაზიას ვფიქრობ, აქედან რა თქმა უნდა ტოპ 14-ში თამაში ჩემი ოცნებაა და მაქსიმალურს ვაკეთებ და გავაკეთებ რომ ვითამაშო. თუ გრენობლი ავაწევს ხო უკეთესი და კარგი, შენი გუნდით რო ადიხარ უფრო სასიამოვნო და კარგია. და თუ რამე იქნება სხვა გუნდიც, ეგეც საინტერესოა. რა პირობები არსებობს ამაგისოთ, რომ აი როგორი გუნდია, რა გეგმებია, როგორ ძალიან აი ორი ბოდიში გაწყვეტინე. არა, მოვჭი ეგ არის. გუნდი ძალიან ამბიციური ვარ, წელს განსაკუთრებით. წინა წელსაც ფინალი წავაგეთ და მე გადათამაშება წავაგეთ. მაგის წინა წელს არ ვიყავი მე და მაშინაც ფინალი და გადათამაშება წააგეს და წელს მესამე წელია, უკვე მეორე და მესამე ადგილს ვსნებს 10-11 ქულით ვსწრებთ. და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ქულები დავაგროვოთ და პირველ ადგილზე ან მეორეზე დავასრულოთ რომ სახში მივიღოთ. გუნდი ამბიციური, ტოპ 14-ს იძახიან ყველა თამაშის წინ ტოპში უნდა ავიდეთ და ყველა სახში გარეთ ვისაც გავდივართ ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ. გუნდსაც აქვს იმის საშუალება და ყავს ისეთი გუნდი, რომელიც არის 15 კაცი, რომელიც სასტარტოა და პირველი გუნდია, არის მეორე გუნდის 15 რომელთაც შეგიძლია წახვი და მოიგო და ვერ მიხვდები თუ რომელია პირველი გუნდი, რა ისე არის დაბალანსებული. ძალიან ბევრი მოთამაშეა. წინა წელს ეგ იყო წინა წელს პრობლემა, რომ არ ვიყავით ბევრი მოთამაშეები და თუ ვინმე დაიმტრეოდა, ან პრობლემა ჰქონდა რამე, შემცვლელი რთულად მოსაზებნი იყო და არ იყო. ეხლა გვაქვს იმის კარგი ფუფუნება, რომ ბევრი მოთამაშე ყავდეს თითო პოზიციაზე და კარგად ვართ. გუნდსაც ახალი მოედანი და ახალი საფარი გააკეთეს, მოედანსაც ახალს აშენებენ, ახალი დარბაზი გვაქვს და გვაიკვირდებიან რომ 2026-ში უკვე ახალი გასახდელები, ახალი სტრუქტურა გვანახეს იმის მოედნის და სხვა განაკეთებენ? არა, ისევ როგორ ანახლებენ სულ ყველაფერს. და უფრო კაი სიტუაცია გვანახეს. იმედია ეგეც იქნება, იმიტომ რომ მაქვთ იმის საშუალება რომ გააკეთონ. თუ ავალ ტოპში უფრო დაეხმარება ეგ ფინანსურად გუნდს და ალბათ უფრო კარგად წავა ყველაფერი. რა ვიცი, წარმატება გრენობლს მაგ საქმეში რაც წამოუწყია, აგერ კაი საქმეა და შენ პირადად წარმატება ძალიან მიხარია რომ მოხვედი. მადლობა. იცი რა არის? მე რომ სანადიროს რომ მოვდივარ ხოლმე რომ სტუმრების მოსანადირებლად. უყურებ, აი ხანდახან ხო ვიცი ნაკრებში ვინც არის, მაგრამ ხანდახან უბრალოდ მოვდივარ რომ სახეებზე დაგინახოთ ყველანი და მე ჩემ თავს ვკითხო რომ ამ ადამიანთან მე ვივარგებ სალაპარაკოთ თემებს გამოვძებნი საკმარისად რომ საინტერესო საუბარი შედგეს. ზოგზე არ ვიცი არაფერი. მაგალითად, შენზე არ ვიცოდი არაფერი, ბევრი, მაგრამ მაინც ჩავთვალე რომ ალბათ გიორგის და რაღაცეების გამოძებნა შეიძლება და ისე გემრიელად წავიდა ჩვენი საუბარი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი საინტერესო გავიგეთ. მე დარწმუნებული ვარ რომ თუნდაც აი ის რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები რაც მოლზე და აუძზე და შეტკინებაზე გითხარი, ეგეც ჩვენს მაყურებელს ძალიან გამოადგება და ისი ამოვნებს და უფრო გამდიდრებული ცოდნით გავაგზავნებთ რაგბის ყურებას და შენ კიდე
რა ვიცი, ხო გეუბნები, გული და სულით წარმატებას გისურვებ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობას, რაც თავარია ხო იცი, უტრამო. სპორტსმენი უნდა იყოს უტრამო. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა, რომ მომიწვიეთ. გამიხარდა თქვენთან ლაპარაკი, სასიამოვნო ლაპარაკი იყო და რა ვიცი, მე თუ რამით შემილია, რომ ვინმე გავახარო ნებისმიერ რამით, მე ყოველთვის მზად ვარ. მე ძალიან გაგვახარე რომ მოხვედი. დიდი მადლობა, თქვენს მადლობა რომ გვიყურეთ. შეგახსენებთ მაინც, ხო იცი, სულ მავიწყდება ხოლმე. გამოიწერეთ ეს ოხერი არხი, რომელსაც ოვალური სტუდია ქვია. მოიწონეთ, გაუზიარეთ მეგობრებს, კომენტარები დაწერეთ. ხან წერთ ხოლმე კიდეც და იმასაც მოგიწოდებთ ხოლმე რომ დაწერეთ, ვინ გინდა რომ დავპატიჟო, მაგრამ თქვენ კი გინდათ რომ დავპატიჟო და მეც მინდა, მაგრამ ყველა ესე იოლი დასათანხმებელი არ არის. აგერ საღინას ველაპარაკე, ჯერ ადრე და მე გუშინ კიდე და უთხარი მოდი მეთქი. აიო, კიდე დავაგროვებო ისტორიებსო და ისე მოვალ. არ ვიცი, ის რეების მოყოლა საპირას რა ისტორიები უნდა დააგროვოს ასეთი. მაგრამ ნუ დააგროვოს. თავარია მოვიდეს. თავარია ადრე თუ გიან მოვიდეს. მოკლედ, მადლობა, მადლობა თქვენ, აბა, კარგად იყავით. კარგად, მადლობა.